2025 წელს ყველისა და ხაჭოს იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ხაჭოსა და ყველის იმპორტის ღირებულებამ 29.300.000 დოლარი შეადგინა. იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.9%-ით გაიზარდა და 5.301 ტონა შეადგინა. მაშინ, როდესაც წინა წელს ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში 4.456 ტონა იყო. აღნიშნული პროდუქტის იმპორტს საქართველოს რამდენიმე ქვეყნიდან ახორციელებს. მათ შორის ტოპ იმპორტიორია გერმანია, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში 5 მილიონი დოლარის ხაჭო და ყველი შემოვიტანეთ. სამეულშია მეზობელი თურქეთი და რუსეთი. რაც შეეხება იმპორტიორ კომპანიებს, BMG სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, რომლებიც ყველისა და ხაჭოს ტოპ იმპორტიორები არიან. 9 თვის განმავლობაში ხაჭოსა და ყველის უმსხვილესი იმპორტიორების სია ასე გამოიყურება. საქართველოს ხაჭოსა და ყველის ექსპორტსაც ახორციელებს. მიმდინარე წელს ქვეყნიდან საერთაშორისო ბაზარზე 1.300.000 დოლარის 175 ტონა ყველი და ხაჭო გაიყიდა. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოცულობა 124 ტონას შეადგენდა. საქართველოსთვის ყველისა და ხაჭოს მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ ყაზახეთია, სადაც 9 თვეში 984.141 ტონა პროდუქტი გავიდა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის გვხვდება ამერიკის შეერთებული შტატებიც, სადაც მიმდინარე წელს 19 ტონა ხაჭო და ყველი გავიდა. სამეულშია არაბთა გაერთიანებული საამიროები. აღსანიშნავია, რომ ქართული რძის პროდუქტები ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში ვერ გადის. ამის მიზეზი ევროკავშირის უკომპრომისოდ მკაცრი ვეტერინარული, სურსათის უნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტებია. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროპული ბაზარის სრული საწარმოო ჯაჭვის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობას მოითხოვს. ქართული საწარმოებისა და ფერმერების უმეტესობა, მათ შორის ანტიბიოტიკებისა და მიკრობიოლოგიური საფრთხეების კონტროლის კუთხით, ამ მოთხოვნებს ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს.